მოგესალმებით. ნახეთ საელჩოს განცხადება, ნახეთ ბიძინა ივანიშვილის პასუხი. რატომ გადაწყვიტა საელჩომ გამოექვეყნებინა 24 საათის შემდეგ ტრამპის მილოცვიდან 24 საათის შემდეგ ეს წერილი? რა იყო ამის მიზანი? ხო, ცოტა უცნაურია რა თქმა უნდა, როდესაც მას შემდეგ რაც მოგესალმები და მივესალმებ ჩვენს ტელემაყურებელს უკაცრავად. უცნაურია რა თქმა უნდა ტრამპის მხრიდან პრეზიდენტ ყავალაშვილის მიმართ მილოცვის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ თავად ეს მილოცვის ტექსტი სხვათა შორის საელჩოს გაესაჯაროებინა, ნაცვლად ამისა ხედავთ ელჩის პოსტს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით. რაც უცნაურია კიდევ ერთხელ, მით უმეტესად თავად ელჩი ეს დღეები არ ჩანს. ამიტომ მიჭირს, არ ვიცი, თავად უნდა გააკეთონ ამაზე განმარტება, შინაარსობრივად ითქვა კიდევაც, მათ შორის ბიძინა ივანიშვილმაც განცხადება ამასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, განმარტვა ყველაფერი, გასაგები არაფერი ახალი არ ხდება. ეს იცის მათ იცოდა მათ შორის წინა ელჩმა და ეს პოზიცია დიდი ხანი არის ცნობილი, მით უმეტეს ახლა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის სანქციები დაწესებული ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ერთი საინტერესო დეტალია სხვა ჩვენს სანქციებს ვსაუბრობთ. აი ახლა ამ წუთას უკვე ერთი კვირაა დაახლოებით კონგრესში მიმდინარეობს გამოძიება ბაიდენის მიერ გადაწყვეტილების მიღებებთან დაკავშირებით, რამდენად იყო ის იაზრებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ის იღებდა. ანუ მის კალამს ვინ მართავდა. ტრამპმაც ამაზე ისაუბრა და მიდის ოფიციალური გამოძიება, რომ რამდენად აცნობიერებდა ბაიდენი თავის გადაწყვეტილებებს. იყო თუ არა მენტალური მდგომარეობა მისი ისეთი, რომ საღად იღებდა გადაწყვეტილებებს. აი ასეთი ადმინისტრაციამ გააფუჭა ქართულ ხალხთან ურთიერთობა. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ. აბსოლუტურად თავზე ხელაღებული და არასამართლიანი დამოკიდებულებით, რომელსაც შეეძლო ამ ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგები მოიტანა და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია წინა ელჩის საქმიანობა და რა ამხელა ზიანი მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო დიდი ზიანი ვერ დადგა, მაინც ამხელა ზიანი მოუტანა ჩვენ საზოგადოებას და ჩვენ სახელმწიფოს. აი ამ ადმინისტრაციამ, რომლის მიმართაც დღეს მიდის გამოძიება კონგრესში, თუ რამდენად მენტალურად გააზრებული ქონდა პრეზიდენტს ეს გადაწყვეტილებები, აი ამ გადაწყვეტილებების ტყვე არის დღეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობა. ამაზე სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი დავდეთ მაგიდას. ვამბობთ, დავიწყოთ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან. ვიხსენებთ წარსულს და ვამბობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ქართული ოცნების ხელისუფლების მსგავსი პარტნიორი რეგიონში არ ყოლია, გაიხსენონ ავღანეთის ომი, ჩახედონ ციფრებს, ნახონ ნატოს წევრი ქვეყნების უმეტესობა, როცა ემალებოდა ამ ომს, ტყვიებს და დენთის სუნს, მაშინ ქართული ჯარისკაცები წინა ხაზზე იდგნენ. აი ასეთ ხელისუფლებაზე და ასეთ ხალხზე და ასეთ ქვეყანაზე გააფუჭა პოზიცია და არგუმენტაცია ცნობილია, როგორც თქვენ საღნიშნოთ, ეს არ არის ახალი და ეს უკვე მრავალი თვის განმავლობაში არის საჯარო და გაცხადებული, მაგრამ ეს საელჩოს პოზიცია და თხოვნა არის საინტერესო, ეს განმეორება იმ თხოვნის, რომელიც მანამდე იყო და რასაც პასუხი უკვე გაეცა, რომ გზავნილი უნდა გადასცენ მას და ასევე ეს ფრაზა, რომ თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ დაადასტუროს ურთიერთობების გადატვირთვის სერიოზულობა, მისი განწყობა, რომ ეს ნაბიჯი მართლაც გადაიდგას. რა ნაბიჯებზე არის საუბარი დაახლოებით? წარმოდგენა შეიძლება გქონდეს, ან თქვენ გითხარით, რა შეიძლება იყოს ისეთი, რაც გასაკეთებელი აქვს საქართველოს ხელისუფლებასა და დაადასტუროს თავის მეგობრული განწყობა. პირველი რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ბევრჯერ აქვს დამტკიცებული თავის პარტნიორობა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. მე ვახსენე ავღანეთის მისია, მათ შორის ავღანეთიდან, როდესაც გამოვიდა ნატოს ჯარი, საქართველოს მარშრუტი დაუთმეთ მათ ამისთვის და ლოჯისტიკურად უზრუნველყავით, რომ სწრაფ ვადებში გამოსულიყო და სხვა ბევრი მათ შორის დღემდე მიმდინარე თანამშრომლობები სხვადასხვა უწყებებს შორის. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. რაც შეეხება აი ამ მანტრას, რომ რაღაცაა გასაკეთებელი, აი ეს მანტრად გვესმის ჩვენს. არანაირი კონკრეტიკა არც ერთ ასე ვთქვათ შეხვედრაზე არ ყოფილა, მათ შორის კიდევ ერთხელ ლევან დავითაშვილი ვიცე-პრემიერი ახლახან იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰქონდა შეხვედრები ყველა ამ შეხვედრების შემდეგაც ეს კომენტარი გაკეთდა, ჩვენ ვიცით, პასუხი იყო. ამიტომ არ ვიცი ეს მანტრას მე მგონი ჯობია რომ პირდაპირ ითქვას მაშინ. ხო, მაგრამ არის ამ განცხადების მიზანი ის, რომ ტრამპის მილოცვის შემდეგ რაღაცნაირად გაჩნდა მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებში და არა მხოლოდ ქართული ოცნების მომხრეებში, მოწინააღმდეგეებშიც განცდა
გახსდა, რომ ურთიერთობები მიდის დათბობისკენ და შემდეგ, როდესაც გამოქვეყნდა ეს გზავნილი, ხომ არ არის იმის მიმანიშნებელი, რომ არაფერიც არ დაალაგებულა. გუშინდელმა მილოცვამ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან მე მგონი აჩვენა ის, რომ არის სურვილი, რომ გონივრული მიდგომა იყოს საქართველოს და ქართული ხალხის მიმართ. სამწუხაროა, რომ რაღაცნაირად ასეთი არაკორექტული გზავნილებით ხდება შემდეგ დაჩრდილვა იმ პოზიტიური მოლოდინებისა, რომელიც ჩვენ ზოგადად გვაქვს. და ესეც კიდე ერთი დასტურია, კიდე ერთხელ ჩვენ როდესაც საუბრობთ Deep State-ის გავლენაზე და აქ ზოგიერთი ელჩი ცდილობს ხოლმე რომ რაღაც იდიოტებად გამოიყვანოს ქართული ხალხი და ამერიკის პრეზიდენტი მათ შორის, როდესაც ესე ხრებს იჩეჩავენ და Deep State-ს ეძებენ მაგიდის ქვეშ და ჭიქაში. მაგრამ საბოლოო ჯამში მე მგონი უფრო პირიქით გამოზდით ხოლმე საკუთარ თავს მიემართება შემდეგ ეს თავის დაშტერება. დღეს ხო ამას საუბრობს მათ შორის პრეზიდენტ ტრამპი პირველი ამოცანა მასაც აქვს დასახული, რაც მან დაისახა როგორც პრეზიდენტმა, არის Deep State-ის დამარცხება. აი ამ ერთ-ერთ ერთს თუ დაუჯერებთ, რომელიც საქართველოში რეზიდირებს, გამოდის რომ ტრამპი რაღაც ქარის წესკულებს ებრძვის, მაგრამ ესე არ არის და მათ შორის აი ასეთი ტიპის რაღაც მოძრაობები გვაჩვენებს, რომ ხომ შეუძლებელი რაღაც შეუთანხმებლობები იყოს ისეთი ტექნიკური ხასიათის, ხომ? აქ ჩანს რომ რაღაცნაირად რაღაც ერთი დინება, ერთგან ერთი დინება, მეორეგან მეორე დინება არის. მათ შორის ჩვენც საჯარო თუ არასაჯარო წყაროებიდან ვხედავთ და გვაქვს ინფორმაცია, ეს არის რთული პროცესი იმ არაფორმალური გავლენების გავლენების წინააღმდეგ ბრძოლისა, რომელიც დაისახა პრეზიდენტმა ტრამპმა. ჩვენ ერთი რამე ვიცით და ეს დადასტურდა უკვე მათ შორის აი ამ მილოცვა შემდეგ გამოლოცვა თუ რა ვიცი რაღაც აი ამ მანამდე კიდე ერთი მილოცვა მარკო რუბიოსი და ესეც ალბათ იძლევა ამ ორ მაგდინებებზე მსჯელობის საშუალებას. არა მოგვასუნთქეს ჩვენმა პატრიოტებმა მეგობრებმა, ნუ ეს ცალკე ამბავი არის და ღირებულებს როცა საუბრობენ ხოლმე ძალიან მაღალი პედესტალიდან საკუთარ სარკეში ჩაიხედონ. როდესაც ეროვნული დღესასწაულის დროს ასეთ რაღაცებს კადრულობ ადამიანი, დაბადების დღეზე რომ მიხვიდო და გინება დაუწყო ადამიანს. აი ამას უკადრულობ. როგორ უნდა წაგიცდეს მე პირი და ღირებულება, სიტყვა ღირებულება საერთოდ ახსენო, როდესაც ასეთ არაღირებულები ქცევაში ხარ გადასული. ამიტომ აი ეს განსხვავებულობაც გვაჩვენებს, რომ ასე ვთქვათ, რამდენად რთული პროცესი არის და გვაჩვენებს მათ შორის ეს არის გვაჩვენებს არის კარგი ინდიკატორი რამდენად სუსტდება Deep State-ი ამერიკაში. იმიტომ ეს არის პირდაპირ პროპორციული. რაც უფრო მეტად დასუსტდება Deep State-ი ამერიკაში, მით უფრო გამოსწორდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. აი ეს არის ყველაზე სწორი ბარომეტრი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების. როგორც ჩანს თქვენი გულისხმით მაკრონი, ტუსკი და მერცი, ამაზე აუცილებლად შეგეკითხებით, თუმცა ორი გზავნილი, რომელიც ვახსენეთ პრეზიდენტ ტრამპის და სახელმწიფო მდივნის, ერთის ადრესატი იყო პრეზიდენტი ყაველაშვილი, იყო სახელობითი და ასევე ბუნებრივია იყო ქართველი ხალხი, მეორე შემთხვევაში ეს გამოქვეყნა საელჩომ და ადრესატი იყო მხოლოდ ქართველი ხალხი. გზამკვლევად რომელი გამოდგება? რომელი წერილი? ამერიკის შეერთებულ შტატებს მართავს ამერიკის პრეზიდენტი და ელჩიც ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩი არის პრეზიდენტის ელჩი და არა სახელმწიფო სხვა რომელიმე უწყების ელჩი. აი ამ მილოცვებს რაც შეეხება და ხალხი და ეს რაღაც თვალის დახუჭვა ხელისუფლებაზე. აი მოგიყვანთ ციტატას, ორ ციტატას და ყველა მიმშელოთ. ულოცავ ქართულ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ქართულ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და ასე შემდეგ ედგარ რინკევიჩი, ლატვიის პრეზიდენტი 26 მაისი 2025 წლის. და ეს ნამდვილად ციტატა შეგვიძლია ასეთი მოიყვანოთ, ესტონეთის პრეზიდენტი, არც შვედეთი, ასე შემდეგ. მანამდე სულ რაღაც ორი კვირით ადრე, 9 მაისი 2025 წელი. მნიშვნელოვანი თარიღი არის ქართულ ხალხს უსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას. ვლადიმერ პუტინი. რუსეთის ხელისუფლება ამას აკეთებს უკვე 2008 წლიდან მოყოლებული თვალსწრაფი, რომ როდესაც ულოცავს 9 მაისს, ულოცავს ქართულ ხალხს და არსად არ ახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, აიგნორებს, არ იმჩნევს. რატომ? იმიტომ რომ აქვს საკუთარი წარმოსახვითი ხალხი შექმნილი, რომელსაც ის ესაუბრება. ხომ რა დაფიქრდნენ? აი ეს ქვეყნები, ევროპული ქვეყნები, რას აკეთებენ საერთოდ და საითმიდიან? მე სხვა დროსაც მithქვამს, რომ ნიცშეს გამონათქვამი არის, რომ როდესაც ურჩხულს ებძვი, იმაზე უნდა იფიქრო, თავად არ იქცე ურჩხულად. და ჩვენ ვაკვირდებით, რომ ზოგიერთი ეს პოლიტიკური ჯგუფი თუ პოლიტიკოსი ძალიან ემსგავსება იმ ურჩხულს, რომელსაც ისინი
თავისი თქმით ებრძვიან. როდესაც ეხლაც როცა ხალხს ესაუბრებთ, ლატვიის პრეზიდენტი ხალხს ულოცავს იქ, რა ვიცი, ესტონეთის ვის გულისხმობს ქართულ ხალხში? აი ვინ ნახავს წარმოდგენილი? წარმოდგენილი ყავს ის ადამიანები, რომლებიც აი რუსთაველზე თქო წეგან იდგა 150 ადამიანი და ასე შემდეგ. ანუ თავისი წარმოსახვითი ხალხი ყავთ, ქართველი ხალხი შექმნეს წარმოსახვითი ქართველი ხალხი, სხვა დანარჩენი ხალხები მათთვის არ ვარსებობთ. არ ვიცი რაღაც რეზერვაციაში ვიმყოფებით თუ რა ვართ, არ ვიცი. ანუ არის წარმოსახვითი ხალხი, ვისაც ისინი ხედავენ 150, 200, 3000, 10000 იყოს კი ბატონო, აი ეს არის მათთვის ხალხი. ვინ არის მხარდაჭერა? ახლა სხვანაირად შეხედეთ, ვინ არის ეს ხალხი? ვინ არის 150? აი 26-ში 3000 ადამიანზე მეტი რომ ვერ გამოვიდა. ვინ არის ეს 3000 ადამიანი? აქედან ხო ყველა, აბსოლუტურად ყველა არის რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი. ხო, ანუ რა უნდა თქვა, რომ მათთვის ქართველი ხალხი არის მხოლოდ ნაცმოძრაობის და მისი გარემოთვის ამომრჩეველი. ეს არის მათთვის ქართველი ხალხი. სინამდვილეში ხო ამას აკეთებდნენ 2012 წლამდე, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას უმაგრებდნენ ზურგს და ამას აკეთებენ ხო სინამდვილეში 2012 წლის შემდეგ ეს ჯგუფები, როდესაც მათთვის და ეს ხალხი გველაპარაკება ჩვენ ღირებულზე და პლურალიზმზე გველაპარაკება, როდესაც ამ ქვეყნის ელჩებს ან მინისტრებს შეუძლიათ თქვან, რომ ასეც შეუძლია გაიგოს ხალხმა, რომ ეს არის ზოგადად მთლიანად ხალხისთვის მილოცვა და არა ხელისუფლებისთვის. არა, ისინი ამბობენ ქართული ხალხის ბრძოლა, ქუჩა, ასე შემდეგ. ანუ გულისხმობენ კონკრეტულად ამ ჯგუფს ადამიანებისა, რომლებიც პარლამენტს წვავდნენ, აი ეს არის მათთვის ქართველი ხალხი, რომელზეც პოლიციას მხედველობა დაუზიანეს, ეს არის მათთვის ქართველი ხალხი. აი ამ ყველაფერს ვუხედავთ. ეს ამაში რა იცით, სინამდვილეში ეს დიდი ხანია ხელის გულზე დევს. გრიგორიადის საქმე, მოლოტოვის კოქტეილის საკითხი, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებდა კამპანიას მოლოტოვის კოქტეილის ხელშეწყობის. აი ის ხო უკვე იყო თუ წითელი ასე ვთქვათ ნიშანი და ინდიკატორი არა, ყვითელი მაინც ხო იყო ჩვენთვის, რომ გვენახა რომ აქ არის ღირებულებით სინამდვილეში ეს საჩვენებს, არის ღირებულებითი კრიზისი ზოგიერთ ევროპულ ხელისუფლებაში თუ პოლიტიკურ ჯგუფში. და სინამდვილეში ეს არის, როცა გვესაუბრებიან ევროპულ ღირებულებს, თქვენ დააკვირდით ერთ რამეს. არასდროს კონკრეტულად არაფერს არ ამბობენ. ასე ამბობენ ევროპული ღირებულებები, რაღაც ლოცვასავი წარმოთქვავენ და რა ღირებულებას გულისხმობენ? ანუ მოლოტოვის კოქტეილია ღირებულება? მონაზახილი არის ღირებულება, ეს არის მათი წარმოდგენი და ამიტომ როცა ესეც არის მნიშვნელოვანი, როცა ისინი ამბობენ ქართველ ხალხს, ისინი მათ შორის თავის ტექსტშივე გულისხმობენ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც გამოდიან ქუჩაში, აი ამ 200, 3000 მიამატონ რამდენიც უნდა აი ამდენ ადამიანს გულისხმობენ მხოლოდ სხვა დანარჩენი ქართველი ხალხი მათთვის არ ვარსებობთ. და ზოგიერთს რო კითხო, შეიძლება საერთოდ აქედან რაღაც აუცი მე პოლიტიკურ მაშინ მოგვაქციონ რაღაც შემოგვიფარგლონ და ხმის უფლებაც ჩამოგვართვან სულ ყველას, იმიტომ რომ მათ მოსაწონ არჩევანს ქართველი ხალხი არ აკეთებს. ამიტომ რა თქმა უნდა ეს სამარცხვინოა, როდესაც უცხოელი ქმნის კონცეფციას წარმოსახვითი ქართველი ხალხისა და მას აკომპლექტებს აი ესე როგორც რაღაც საკუთარი კოლექცია რო აკომპლექტებს მხოლოდ იმ ქართველი ხალხებით, რომელიც მისი გემოვნებაში შედის და დაახლოებით 3000 პრემიერმა სწორედ თქვა, რომ 3000 ქართველი ხალხი, ასე ვთქვათ, შექმნა, აქვს გარკვეული ჯგუფი შექმნილი და ესე მასე საუბრება. დანარჩენი 3 მილიონი და ასე შემდეგ არ ვარსებობს საერთოდ როგორც ადამიანი. ალბათ ანალოგიური მიდგომა და პასუხი გექნებათ კითხვაზე, რომელიც ეხება ეგრეთ წოდებული ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების სახელით ცნობილი ლიდერების განცხადებას, მილოცვის რა გითხრათ, მაგრამ იყო დაგმობა ხელისუფლების მოქმედებების და მთელი პაკეტი რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ იმისთვის, აღადგინოს ურთიერთობა დაწყებული კანონების სრულებით დასრულებული, როგორც ამბობენ, ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების დასჭით. ხო, ფორმატს მნიშვნელოვანია ალბათ ამ განცხადების და რა თქმა უნდა შინაარსიც როგორ აფასებთ. და დრო რაც მთავარია. კიდევ ერთხელ დაბადების დღეზე რომ მიხვიდე და აგინო ადამიანს. ნუ ეს ღირებულება კი არა, კულტურაში საერთოდ ეწედება რამეში. ამიტომ არ ვიცი ეს თუ ევროპული ღირებულება არის. მაშინ მათი გაგებით, მათეული ევროკავშირული ღირებულება არის. მაშინ ისინი საუკუნეებით უკან ყოფილან ქართულ ღირებულებებს. ამის თქმა მინდა მე, იმიტომ რომ მე წარმოუდგენელია საერთოდ რომ ასეთი რაღაცა იკადრო რომ ეროვნულ დღესასწაულზე ხალხს მიაყენო შეურაცხყოფა. კიდევ ერთხელ ეს სამკუთხედი, როცა ამბობს ხალხს, იქ გულისხმობს რადიკალურ ოპოზიციის ამომრჩეველს, იქ ქართული ოცნება, მისი ამომრჩევლები 1,100,000 ადამიანი წაშლილი ყავთ საერთოდ
თანამედროვე ისტორიიდან. არ მიგვიჩნევს საერთოდ კონკრეტულ მოთხოვნებს, რომელიც არის მათ შორის კანონებზე, მათ შორის დიალოგის აღდგენაზე ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და რაც მთავარია, ქართულ ხალხს არ უნდა წაერთოს ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიასთან დაკავშირებული შესაძლებლობები. ვკითხულობთ ამ წერილში. დაბასუხი გაქვთ. ნუ კიდე ერთხელ, როდესაც უცხო ქვეყნის მათ შორის განსაკუთრებით კიდე ახლა ხშირად არის რომ სხვადასხვა ქვეყნის დეპუტატები რომ რაღაცებს ამბობენ, მე ამას საყვედურობთ იმ ქვეყნის ხელისუფლებებს, ამბობენ რომ ნუ რაღაც დეპუტატია და თავისუფალი მანდატი აქვს, ჩვენ პასუხს არ ვაქვს. ჩეხეთის საელჩო გაემიჯნა ჩეხეთის პარლამენტის განცხადებას. ჩვენ პარლამენტს არ წარმოვადგენთ, მთავრობას წარმოვადგენთ, არ ვიცი რა წარმოადგენთ საკუთარი ქვეყნის მოწყობაზე, მაგრამ აქაც როდესაც მაგრამ ამას როცა აკეთებენ სახელმწიფოს მეთაურები და ხელისუფლების მთავრობის ხელმძღვანელები, რომ ასე თქვა თავის თავზე იღებენ სხვა ხალხის სახელის საუბრით. ეს არათუ არადემოკრატიული და არც ქართულ ხალხს კი ერთ მოქალაქესაც კი საქართველოს ერთ მოქალაქესაც კი არ მიუცია მანდატი გერმანიის კანცლერისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტისთვის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრისთვის არც ერთ ქართველს ერთსაც კი არ მიუცია მანდატი, რომ მისი სახელით ისაუბროს. და ასენი გვესაუბრებიან ქართული ხალხის სახელით. ნუ ხა ეს დემოკრატია კი არ არის, ეს სხვა რაღაცაა მე-20 საუკუნის დასაწყისის და მე-19 საუკუნის მიდგომები არის, რომელიც არ ვიცი 21 საუკუნეში რანაირად ხდება რომ ამის ასე რა გითხრათ თუ რაღაც სიმორცხვის გარეშე წარმოჩენა ხდება, ჩემთვის გასაკვირია. თქვენი ოპონენტების შეფასებით ეს არის პირობა ევროპასთან დაახლოების, მეგობრობის აი ამ ჯგუფთან და თუ საქართველოს ხელისუფლებას როგორც ამბობს, აქვს სურვილი რომ გააგრძელოს წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, მაშინ უნდა გადადგას სათანადო ნაბიჯები. ხო აი ამ როცა ამბობენ მაგალითად NGO-ებთან დიალოგზე, რომელ NGO-ებთან გულისხმობენ, რომელიც წააქეზეს ქართული ხალხის წინააღმდეგ? მე ცოტა ხნის წინ მივწერე წერილი ევროკავშირის ელჩს, სადაც მოვიყვანე, გაუგზავნე დოკუმენტაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული NGO ლიდერები და NGO-ები როგორ შეურაცხყოფენ საქართველოს პარლამენტის წევრებს საჯარო მოხელეებს საჯარო სივრცეში. საკუთარი განცხადებებით, რომელიც არის განცხადებები, რომელიც არის ცალსახა ცალსახა შეურაცხყოფა, ცალსახა ფაქტობრივად რაღაც ფაშიზმის დონეზე მისული განცხადებები და ერთადერთი რამეზე მივწერე, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არიან, ეს საერთაშორისო ვალდებულებაა, პარიზის დეკლარაციის ვალდებულება არის, რომ მათ შორის იყოს პასუხისმგებელი დონორი საკუთარ ფინანსებზე, რაში იხარჯება ეს ფული. ხო აი ტერორიზმში ხანდახან აღმოჩნდება ხოლმე და ახლა აღმოჩნდა მაგალითად ღაზაში, რომ ტერორისტებამდე მიდიოდა ზოგიერთი დონორული დაფინანსება. აი ამაზე პასუხისმგებელია დონორი, რომ ტერორისტებთან, ექსტრემისტებთან არ მივიდეს. და ერთადერთი რაც ჰქონდა მის მიმართ თხოვნა და მიმართვა, რომ საჯაროდ ეთქვა, რომ ეს არ შეესაბამება და გამიჯნოდა ამას, თქვა რომ ეს არ არის ასე ვთქვათ ევროკავშირის ღირებულება, რომ გმობენ ამას ზოგადად კი არა მის მიერ დაფინანსებული ადამიანებს. ხო, მაგრამ პასუხისმგებლობა ხო უნდა იგრძნო. მივიღე პასუხი, რომ ხო ძალიან მძიმე გარემოება არის და შექმნილი არის პოლარიზაცია არის და ყველა მხარემ უნდა იზრუნოს, რომ ეს არ იყოს ასე და ჩვენ რა თქმა უნდა ასეთ რაღაცეები მიუღებელია ჩვენთვის, მაგრამ საჯაროდ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ევროკავშირის ელჩს, რომ მისთვის მიუღებელი არის მისი ფულით, ევროკავშირის მოქალაქის ფულით ადამიანმა სიძულვილი, ძალადობა, სიძულვილი იქადაგოს, იძალადოს და პროპაგანდა საწარმოოს. საჯაროდ გვესმის, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას. ეს თქვა დღეს კიდევ ერთხელ კაია კალასმა, რომ უკრაინა და მოლდოვა მიდიან წევრობისკენ და საქართველოც თუ ის დაუბრუნდება ამ გზას. რა არის პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი? ჩემი პასუხი არის ის, რომ ევროკავშირი უნდა დაუბრუნდეს ევროპულ ღირებულებებს, რაზეც ის დაფუძნა. ჩვენ ხედავთ, რომ სამწუხაროდ მისი ბიუროკრატიის ნაწილი, ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება აცდენილია ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს. ხედავთ ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში არის ახლა აღმოჩენილი, როგორ შეაქვს მას რაღაც საბჭოთა ელფერი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციის ქმედებებში. აი მარტივი რამე არის, ხომ ჩვენ ხომ ყველაფერს ღიად საჯაროდ
ვამბობთ და ვეკითხებით. ხო აკვირდებით, რომ არის აბსოლუტური, ნაცვლად იმისა, რომ იყოს პასუხი, მაგალითად, ევროკავშირის ელჩს საჯაროდ ხო ბევრჯერ მიმართავს და ავდექი და იქნებ არ ვიცი მე არაწოდიან მედიიდან ამონაწილეებს და წერილიც კი მივწერე ამასთან დაკავშირებით, თქვენი ფულით თავს ესხმიან ადამიანს, მის ბავშვებს, დღისით, ღამით, აი თქვენი ფულით ამას აკეთებ. გძნობ თუ არა პასუხისმგებლობას. ამაზე პასუხი იცით რა, ზოგადად დაძაბული სიტუაცია. ნუ ეხა ეს არის დაცინვა. და სინამდვილეში ეს არის ტაქტიკა, რომ გაექცნენ პასუხისმგებლობას და ნაცვლად იმისა, რომ გიპასუხონ, ნაცვლად ამისა, გაღმა შემოდავების პრინციპით გეუბნებიან, რომ უნდა დაუბრუნდე რაღაც წარმოსახვით გზას, რომლისგანაც არც ვინ გადაუხვია, ვინ არ გადაუხვია, ეს კიდე ცალკე საკითხი არის, თუ კი შევხედავთ ევროკავშირის ქმედებს. ამიტომ ერთი რამე კიდე მინდა ვთქვა, რომ პრობლემა არის ის, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია, ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება არის აცდენილი ევროპულ ღირებულებებს. ეს შეგვიძლია თქვა ფაქტად. იმიტომ ევროპული ღირებულება ნამდვილად არ არის ძალადობაში ფულის გადახდა. ევროპული ღირებულება ნამდვილად არ არის, არ ვიცი, ყველანაირ ენციკლოპედიაში ჩავხედე და ვერ ამოვიკითხე, რომ სიძულვილის წახალისება და დაფინანსება სიძულვილის არის ევროპული ღირებულება. და დღეს ევროკავშირის სხვადასხვა წყაროებით აფინანსებს საქართველოში სიძულვილს, ძალადობას, პროპაგანდას. ამის ფაქტები გაუგზავნე მე ევროკავშირის ელჩს, თუ უნდა ფაქტებით მიპასუხოს, რომ აი ის რაც მე გაუგზავნე, არ არის ან სიძულვილი არ არის, ან ძალადობის წაქეზება არ არის, ის რაც მე გაუგზავნე და თუ უნდა 50 იმდეს გაუგზავნე, კიდე უბრალოდ დავინდე მე და დიდი პაკეტი არ გავაგზავნე ტექსტებს. რადგან ელჩებზე ვსაუბრობთ, საინტერესო არის გერმანიის ელჩის შემთხვევა, როდესაც მოხდა ინციდენტი, სიტყვიერი შეურაცხყოფა ბათუმში და ახლა როგორც ვიცით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოვიდა ნოტა, სადაც სისხლის სამართლებრივ შემთხვევად არის შეფასებული ეს შეურაცხყოფა. ხო, აი რას ფიქრობთ ამ кейსზე? ხო, ნუ ზოგადად, რა თქმა უნდა, რაც შეეხება თავად ვერბალურ შეურაცხყოფას, რომელიც როგორც ჩანს მას მიაყენეს, ეს ჩვენ კადრები არ გვინახავს, მაგრამ მანაც განაცხადა და იმ ადამიანმა, ვინც მიაყენა, მანაც განაცხადა, ასე ვთქვათ, რომ ქონდა ამ ფაქტს ადგილი. ვერბალურად შეაწუხა როგორც ჩანს ის და რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი და დასაგმობი ქმედება, ვინაიდან ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვჩივით და ვწუხვართ, რომ მათ შორის უცხოური დაფინანსებით ხდება საქართველოში სიძულვილის წაქეზება. მათ შორის გერმანიის ბიუჯეტიდანაც ფინანსდება სიძულვილის გამჩაღებელი ხალხი. ამიტომ რა თქმა უნდა არის აბსოლუტურად მიუღებელი. მეორე მხრივ, ეხლა როგორ არ გინდა რომ არ დაინახო ამაში აბსოლუტური ფარისევლობა, როდესაც ადამიანი ჩავიდა ბათუმში იმისთვის რომ გამოსარჩლებოდა პოლიციელზე ფიზიკურად თავდასხმელ ადამიანს და ეთქვა რომ პოლიციელზე ფიზიკურად თავდასხმელი არ უნდა დაისაჯოს, მას ასე არ უთქვა შეგეწინააღმდეგებით. მან თქვა რომ სასჯელის პროპორციულობა შესაძლოა ექვემდებარებოდეს გადახედვას. ხო, თავისუფლება მზიას ამ პლაკატის ფონზე იჯდა ის და ჩაწერა 1 საათიანი ინტერვიუ და მე მგონი თავისუფლება გულისხმობს მხოლოდ ერთ რამეს რომ არ უნდა დაისაჯოს. ხო, და ამის თქმა მინდა რომ ანუ ამბობს რომ არ უნდა დაისაჯოს, უნდა გათავისუფლდეს უყველა ასე შემდეგ. სულუქად შეიძლება დაისაჯოსო ასე. კი ბატონო. და მეორე მხრივ, თავად მას მის მიმართ არათუ ფიზიკური, იყო ვერბალურად შეაწუხა, არ ვიცით, ისიც არ ვიცით რა ფორმით იყო, ასე თქვა, რა ლექსიკით, მაგრამ ფაქტია რომ იყო ეს და ამაზე ითხოვს სისხლის სამართლებრივ დევნას ადამიანის. მაშინ, როდესაც პარლამენტის წევრებზე მათი დაფინანსებული ადამიანები პარლამენტის წევრებს თავს ესხმიან და ეს გაუგზავნეს ზუსტად ევროკავშირის ეს ფაქტები, როგორ ესხმიან პარლამენტის წევრებს ვერბალურად თავს და ამას არც კი იმჩნევენ საერთოდ. და პრობლემა რაში არის? თუ კი შევხედავთ ეხა ეს მე რამდენადაც მახსოვს, მე მგონი პირველი შემთხვევა არის რომ ელჩს საქართველოში მიაყენეს შეურაცხყოფა. ნუ მე ვერ ვიხსენებ ყოველ შემთხვევაში რომ საქართველოში ასეთ რამე მომხდარიყო ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის ჩვენი კულტურის გამო, სტუმრის მიმართ პატივისცემის გამო, ელჩის პატივისცემის გამო და სხვა შორის გერმანიის მიმართ რა დამოკიდებულებაც ჰქონდა, რომელსაც ასე აფუჭებს სამწუხაროდ ზოგიერთი გერმანელი აქტორი. მაგრამ საქმე რაში არის, იცით, რომ ელჩებს ამას ვეუბნებოდი სხვათა შორის მე NGO-ებთან დაკავშირებით ელჩებს და დონორებს, რომ როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ აი NGO-ებზე მიდის ვერბალური თავდასხმა, კრიტიკას და თავდასხმას სხვა რამეა, მათ ვეუბნებოდი, რომ იცით რა, არის პოლიტიკური სივრცე ქართული, რომელსაც აქვს თავისი წესები. მათ შორის და არა მხოლოდ საქართველოშია, რომ გარკვეული
ასე ვთქვათ, სიხისტე აქვს ამ პოლიტიკურ ბატალიებს. NGO-ების უპირატესობა წესით ის უნდა იყოს, რომ ისინი როგორც ნეიტრალურები ამ სივრცეში არ არიან, განყენებული არიან და აქედან გამომდინარე ამ ვერბალური რაღაც სიხისტისა და ბატალიებისგან დაცული არიან. როგორც კი ისინი შემოაბიჯებენ პოლიტიკის წრეში, ისინი ავტომატურად საკუთარი ნებით ექცევიან აი ამ წესებში, პოლიტიკური დებატის თუ ბატალიის თუ სიხისტის თუ ხანდახან სიუხეშის წესებში, რომელიც შეიძლება არავის არ მოსწონს, მაგრამ ასე არის. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ელჩებმა და ეს არ დამიჯერეს და ის NGO-ები პირდაპირ შემოყარეს პოლიტიკაში და ნახეს რაც მიიღეს საბოლოო ჯამში აქედან. სამწუხაროდ, ახლა უფრო შორს წავიდნენ და როცა ელჩი თვითონ აბიჯებს პოლიტიკაში, პრობლემა რა შევა? შემდეგ უკვე მოქალაქისთვის იმისი აღქმა, გარჩევადობა უკვე რთული არის ეს ელჩი თუკი ის დგას იგივე პლატფორმაზე, სადაც დგას უკვე რა პლატფორმაზე დგას რადიკალური ოპოზიცია, თუკი ელჩი მეძახის მე მონას, თუკი ელჩი ამბობს რომ არ უნდა დაისაჯოს დამნაშავე, მაშინ მოქალაქისთვისაც ის უკვე უყურებს არ როგორც ელჩს, არამედ უყურებს როგორც რიგით პოლიტიკოს, ქართველ რადიკალურ პოლიტიკოს, რომლის მიმართაც რაღაც ასეთ რეაქციები შეიძლება იყოს და ეს თუულად არ ვახსენე. მე ეს გამოვაქვეყნე კიდევაც. აი ეს ორი სურათი. და როდესაც საუბრობთ მათ შორის ვენის კონვენციაზე. პირველი გახლავთ ინტერვიუ, სადაც გერმანიის ელჩი ბანერის ფონზე თავისუფლება მზიას მისცა ინტერვიუ. ეს გახლავთ ვენის კონვენციის 51 მუხლის პირველი პუნქტის პირდაპირ დარღვევა. ეს არის ჩარევა ადგილსამყოფელი ქვეყნის მართლმსაჯულებაში დიპლომატის მხრიდან. ეს არის პირდაპირ დარღვევა ვენის კონვენციის. მეორე სურათი, სადაც ის ასევე ბანერით რაღაც სიგნალებს გვიგზავნის, როგორც ჩანს, სადაც წერია მონა. და ელჩი აი ამის ფონზე პოზირებს და ფაქტობრივად ამ მესიჯს უგზავნის მათ, ვისაც რადიკალები ამ სიტყვით მიმართავენ, ხო? მიმართავენ ქართულ ოცნებას, მის ამომრჩეველს, მილიონ 100,000 ადამიანს აი ამ სიტყვით მონათი მიმართავენ. ეს გახლავთ გერმანიის კონსტიტუციის დარღვევა უკვე პირველი მუხლის. როდესაც გერმანიის ელჩი აი ასე იქცევა, რომ ის არღვევს ვენის კონვენციას, ის არღვევს გერმანიის კონსტიტუციას, ის აი ამ პერფორმანსი და გამოჩენით ეს მონებს ეძახის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მილიონ 100,000 ადამიანს და ეს მე რამდენიმე ხნის უკან წინ ამაზე საჯაროთაც თქვი და ერთი სიტყვაც კი არ დაუძავს იმაზე რომ წუხს შეიძლება არ იცოდა რა ეწერა იქ და ეხა ინანიებს, მაგრამ რახან ამაზე სიტყვა არ დაუძავს, ესე იგი ძალიან კარგადაც იცოდა რაც იყო და გამოდის რომ მონას გვეძახის. სხვათა შორის შეგახსენებთ იყო ერთი ცნობილი უკრაინელი ელჩი გერმანიაში ომის დასაწყისში, თუ გახსოვთ, საკმაოდ ექსტრავაგანტული ელჩი იყო, რომელმაც ღვიძლის ძეხვი უწოდა გერმანიის კანცლერს. მე ხა არ ვიცი თუ კი ამ ელჩის დონეზე უნდა ჩვენთან ელჩები დავიდნენ, აქ სხვა კულტურა არის, აქ ღვიძლის ძეხვების ძახილს ელჩებისგან, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ვერ მოითმეს და ვერც მონას ძახილს ელჩის მხრიდან მონას ძახილს საქართველოს ხელისუფლება ვერ მოითმეს. ამიტომ რეაგირებას დიპლომატიური არხებით გარდაიჭერა. მე პოლიტიკურად როგორც პარლამენტის წევრი ამაზე რეაგირებ. მაგრამ როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგზავნის წერილებს და შიგნით იწერება რომ რაღაც რეაქცია არის საჭირო, ამაზე არის საჭირო რეაქცია. თუ კი რამეზე არის. გვაქვს პასუხი გერმანიის ელჩმა, საელჩომ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. არის თუ არა მისაღები, რომ ადამიანის ღირსების შემლახავი ტერმინოლოგიით, მონას ძახილით გერმანიის ელჩი მონათი მოიხსენიებდეს ხელისუფლებას. ამის ეს ამ ფონზე გამოჩენა არის თუ არა ტოლერირება ადამიანის ღირსების შეურაცხყოფისა თუ ასე ვთქვათ შელახვისა და აპირებენ თუ და გააკეთონ ამაზე განმარტება და შემდეგ სიამბლეში რა მოხდება, არაფერი არ მოხდება. ასე ჩუმად ჩაატარებენ ამ ყველაფერს, ისევ აქეთ გაღმა შემოგვედავებიან ჩვენ რომ იცი ეს არის თავდასხმა ელჩი. არ არის თავდასხმა, არ არის კიდევ ერთხელ პოსტსკრიპტუმად აქაც ვიტყვი, როგორც პოსტებში წე. ეს არის ლეგიტიმური კრიტიკა, როდესაც მე ელჩი მეძახის მონას, აი ასეთ რაღაცებს აკეთებს, მე მაინტერესებს პასუხი. აცნობიერებდა ის თუ არა სადიჯი და საერთოდ რა ბანერების წინიჯდა და მე მგონი ამდენ წინ დახედულობა ერთს უნდა კონდეს რომ რაღაცა უცხოენაზე თუ წერია გაერკვეს ჯერ რა წერია იქნება და რა წერია იქნება გერმანული კულტურისთვის მიუღებელი რაღაც ტერმინები წერია და არის ტერმინები რომლის წინაც გამოჩენილი იყო გერმანიის ელჩი დღეს ის აღარ იქნებოდა ელჩი კი არა საერთოდ არ იქნებოდა დიპლომატიურ სამსახურში მაგრამ როდესაც ამას ქართულ ენაზე ამის წინ ჩდება გააკეთოს განმარტება ან იცოდა რა იყო
ან არ იცოდა და მაშინ ბოდიში მოიხადოს და თქვას რომ ეს იყო რაღაცა შეცდომა, მაგრამ დღემდე არავის არ აუღია ეს ფოტო, მე ეს გავასაჯაროო კიდევაც, არავის არ წაუშლია, არავის განმარტება არ გაუკეთებია. აქედან გამომდინარე ჩანს რომ გამოდის რომ გერმანიის ელჩი გვეძახის მონებს და თუ ეს მიაჩნია მას ელჩობად გერმანიისა, ალბათ საუკუნე შეეშალა გერმანიის ელჩობის. ერთი თემაც უნდა მოვასწროთ, რომელიც ეხება ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ ნახეთ ბევრი განცხადება, მათ შორის ცალკეული პარტიების მზაობა ამ საკითხზე, თუმცა ამ ფონზე პარალელურად ჩვენ ხედავთ, რომ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაო პატიმრობით შეეცვალა ჯაფარიძეს, ანალოგიური მოლოდინი აქვს მელიას, გვარამიას. თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ პოლიტიკურ დევნაზე კიდევ ერთხელ გაკეთდა არაერთი განცხადება. აი აქაც წაგიკითხათ რა კარგია, ზოგადად არქივი კარგია და კარგია რომ მეხსიერებაც მოყვება თან და ინტერნეტის მოგოშველება ხოლმე. ბრიტანეთის ელჩის განცხადება. შოკირებული ვარ 2021 წლის თებერვალი 23 თვეზე. შოკირებული ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან დღეს დილით განვითარებულ მოვლენებით ნიკა მელიას დაკავებით. გვახსოვს ალამუთში რომ გამაგდა ნიკა მელია, ზუსტად საქმე რაში იყო? გირაო იყო დაწესებული, თქვა რომ არა, მე არ ვაღიარებ ამ სახელმწიფოს, ამ გირაოს არ ვიხდი და ვერც დამიჭერთ. არ ვიხდი, ვერ დამიჭერთ. თქვა მან და გამაგდა ნაციონალური მოძრაობის ალამუთში. და დაკავების შემდეგ შოკში ჩავარდა ბრიტანეთის საელჩო და თქვა რომ შოკირებული იყო ამ ყველაფერით. ამ შოკს მიყვა ნორვეგიის ელჩის ასევე შეშფოთება, რომელსაც თქვა რომ საქართველოს ოპოზიციის ლიდერის ძალადობრივი დაკავება არასასურველი ესკალაცია. მიყვა ევროკავშირის ელჩი, სხვა ელჩები. გავიდა 3 წელი 2023 წელს სექტემბერში სტრასბურგის სასამართლომ თქვა რომ დაკავება იყო ყველაფრის სწორი. და ბრიტანეთის ელჩი ცილს წამებდა საქართველოს სახელმწიფოს, რომ ნორვეგიის ელჩი ცილს წამებდა, ევროკავშირის ელჩი ცილს წამებდა და ყველა სხვა ელჩი ცილს წამებდა და იტყუებოდნენ სხვანაირად ხალხურად რომ თქვა. ბოდიში მოიხადა, რომ ბრიტანეთის ელჩის ბოდიში გახსოვთ, ნორვეგიის ელჩის ბოდიში, ან მისი მოადგილის, ან ვინმეს ბოდიში, ხო არ გახსოვთ? არ გახსოვთ. აი ზურა ჯაფარიძის დაკავება მოხდა. იდენტური ერთი ელჩი იგივე გირაო იყო შეფარდებული, თქვა რომ არ ვაღიარებ ამ ქვეყანას, ამ სახელმწიფოს, ამ სასამართლოს არაფერს. მოხდა მისი დაკავება და ნაცვლად ამ ბოდიშისა იგივე ბრიტანეთის საელჩო. აი ხო არის რაღაც ცინიზმსაც ხო აქვს თავისი რაღაც წითელი ზღვა. გამოდის ბრიტანეთის ელჩი და ბრიტანეთის საელჩო ამასო ღრმად შეშფოთებული არის პატიმრობის შეფარდება. კარგი შეიძლება ბრიტანეთი ასე თქვა გაკვეთილი ვერ გამოიტანა, მაგრამ წინაზე ნორვეგია ხო იყო. ისევ ნორვეგია გამოვიდა და ნორვეგიის ელჩიც შეშფოთდა ამ დაკავებით. ეხლა ეს რა არის? ან არიან არაკომპეტენტურები, ან არიან მავნებლები. იმიტომ რომ 3 წელი მელია საქმის გამო რეპუტაციას გვილახავდა ბრიტანეთიც, ნორვეგიაც, შვედეთიც, ევროკავშირის ზოგიერთი სხვა ქვეყანაც. რეპუტაციას ულახავდა ქართულ სახელმწიფოს, ქართულ მართლმსაჯულებას, ქართველ ხალხს 3 წელი. სასამართლომ აუფრიალა შემდეგ გადაწყვეტილება სტრასბურგმა, რომ ისინი ცილს წამებდნენ სახელმწიფოს. ნაცვლად იმისა, რომ აქედან დასკვნა გამოეტარათ, გამოვიდნენ 4 წლის თავზე და იდენტურ საქმეზე კვლავ ცილს წამებდნენ ქართულ სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე კიდე საჯარო კითხვა, აპირებს თუ არა ბრიტანეთის მოქმედი ელჩი, ეს წინა ელჩმა თქვა, მაგრამ მოქმედი ელჩი, რომელიც ვიცით რომ ქართულს სწავლობს და ალბათ ქართულადაც მომისმენს, აპირებს თუ არა ბოდიში მოიხადოს, რომ მისი ყოფილი ელჩის და ზოგადად ეს ელჩის პოზიცია ხო არ იყო ბრიტანეთის პოზიცია, რომ მისი სახელმწიფოს პოზიციის გამო მისი სახელმწიფო ცილს წამებდა საქართველოს სახელმწიფოს. აპირებს თუ არა ბოდიში მოიხადოს და ამ ბოდიშის შემდეგ კი ჯანდაბას კიდევ ერთხელ ცილი დაგწამოს, მაგრამ ჯერ ბოდიში მაინც მოიხადონ ამასთან დაკავშირებით. მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის, რო აღარ გვაქვს რომ სხვა საკითხებზე გავაგრძელოთ საუბარი. პარლამენტის თავმჯდომარე შავა პაპუაშვილი იყო ჩვენი სტუმარი.